ჩვენ ახლა ვიმყოფებით კახეთში, კიზიყში, ისტორიულ სოფელ ზემო მაღაროში, სადაც დაიბადა პირველი ქართველი პროფესიონალი ფილოსოფოსი და დიდი მოაზროვნე სოლომონ დოდაშვილი. რამდენიმე წელია, უფრო სწორად რომ ვთქვათ, 6 წელია, აქ კავკასიური სახლის ეგიდით ნაირა გელაშვილის საავტორო პროგრამის მიხედვით ფუნქციონირებს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი კერა. რომელიც სოლომონ დოდაშვილის სახელს ატარებს. აქ იმართება ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებები, მოქმედებს ბავშვებისთვის წრეები, როგორც შემოქმედებითი, ასევე საგანმანათლებლო წრეები და მოკლედ ვცდილობთ, რომ ბავშვებს განათლების მიღებაში დავეხმაროთ. მაგრამ გარდა ბავშვების პროგრამისა, აქ სხვადასხვა ტიპის ზეიმებსაც მართავთ ხოლმე, შეკრებებს, ტურნირებს და ასე შემდეგ. აი დღეს გვაქვს ერთ-ერთი ესეთი ღონისძიება, ვატარებთ კიზიყის საოჯახო მარნების ფესტივალს. ესეც არ ახალია კავკასიური სახლისთვის, 10 წლის წინ ინტენსიურად ვატარებდით ხოლმე სხვადასხვა ტიპის ფესტივალებს და გადავწყვიტეთ, რომ ის ძველი ტრადიცია აღგვედგინა. შეკრებილი არიან ნუკრიანის და ზემო მაღაროს მიმდებარედ მომუშავე სხვადასხვა საოჯახო მარნები, მოტანილი აქვს თავიანთი ღვინო, მოტანილი აქვს ასევე სოფლის კარბიდამოებს თავიანთი პროდუქცია. ასევე კავკასიური სახლი წლების წინ ხარს უჭერდა ნუკრიანში სახელოსნოების გახსნას, უკვე დამოუკიდებელი ორგანიზაცია არსებობს ნუკრიანის სახელოსნოები, მათ თავიანთი პროდუქცია აქვთ მოტანილი. აქ ჩამოდიან, რა თქმა უნდა, ბევრი სტუმრებიც, დღეს კიდევ ველით სტუმრებს და იქმნება სივრცე, სადაც ფართო საზოგადოებას ეძლევა საშუალება გაეცნოს თუ როგორ შრომობენ ადამიანები. ეცნობიან სასოფლო ცხოვრებასაც, რა უჭირთ და რა უხინთ ნუკრიანში და ზემო მაღაროში. საოჯახო მარანი 9 ქვევრი, გიორგი პაპაჩაშვილი ზემო მაჩხაანიდან. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი თეთრი და წითელი ღვინო, რქაწითელი და საფერავი. ეკოლოგიურად სუფთა ბიოღვინო.
მე ამ ფესტივალზე წარმოდგენილი მაქვს ჩემი ოჯახის თაფლი და ღვინო, წითელი მშრალი საფერავი, ქინჯმარაულის და ამ ფესტივალზე პირველად ვარ წელს და ძალიან მომწონს, ძალიან სასიამოვნო გარემოა და ძალიან ბევრი საფლი გავყიდე უკვე. დაკვიდრი სოფელი ვარ, ნაირასი კარის მეზობელი ვარ. მეს ვაქავ ტრიალი. ეხლა ესენი რაც მქონდა გამოვიტანე, გავყიდე, ჩირი გავყიდე, შვინდი გავყიდე, რაცა პამიდორი, მწვანილი, ლეღვი, ყველაფერი გავყიდე, აი ეს გადამჩა. ჩემი ეზოშია, ჩემი ეზოში, ჩემი მოქსოვილი წინდები, ჩემი ყველაფერი. ყურძენი არის კახური, ადგილობრივი კალოებზე არის ესეთი რქაწითელის ბაზა რა, ეს ზონა უბრალოდ ეს და აქ ამ ყურძნის ბაზაზე იმერული მეთოდით დავაყენე და ძალიან საინტერესო გამოვიდა. ნაკლები ტანინი აქვს, უბრალოდ ტანინის აი ეს სიმძაფრე არ დაყვება, რბილია, თუმცა ეს კახური ყველა ღირებულება რაც აქვს შენარჩუნებულია. და ვენახი ჩვენი ეროვნული იდენტობა არის. ეს არის ჩვენი ეროვნული ხატი, რა, მსოფლ ხატი, თავისი ფესვებით რელიგიური. ჩვენს აი ამ ფესტივალს დავარქვით პური და ღვინო. და იცით თქვენ რომ ეს არის იესო ქრისტესაგან მომდინარე სიტყვები. ეს იყო ჩვენი წამოწყება, გადავარჩინოთ ქართული სოფელი. თავარი იმპულსი ის იყო, რომ თვითონ ქიზიყში არის აი სიღნაღის რეგიონში თვითონ არის არაჩვეულებრივი საოჯახო მარნები. ადამიანები, რომელზე პატარა მარნები აქვთ, ერთი ვენახი აქ არის ისე დიდი, პატარა და მაგრამ სწორედ ესენი ამზადებენ ყველაზე კარგ ღვინოს. ყველაზე სუფთა ღვინოს. გადაყოლილები არიან ამ თავიანთ ვენახებზე, თავიანთ მარნებზე და დახმარება არ აქვს. საოცარი საფერავია, საოცარი ქვევრის ღვინოებია. ხო და გადავწყვიტეთ, რომ ამათ იმით მაინც დავხმარებოდით და ჩვენი დიდი მადლიერება, პატივისცემა და თანადგომა გამოგვეხატა, რომ მოგვეწყო ფესტივალი ჩვენს ეზოში. ისეთი ფესტივალი რომ მათ გამოფინეს თავიანთი ღვინოები, შარშანდელი, შარშანწინდელი, არაჩვეულებრივად ბოთლებში ჩამოსხმული და რაღაცა, რომელიც უცხოელებს ძალიან მოსწონთ, მაგრამ ეს უცხოელი არ არის იმდენი, რომ იმით იცხოვროს ამან. პოპულარიზაცია მოვახდინოთ მათი, გამოუხატოთ მადლიერება და გაყიდონ კიდეც. ის მოეკლავს ის დაბერებს ის მისცემს თვალს ამ დინარსა. გადავწყვიტეთ, რომ ისევ ტრადიციად ვაქციოთ და აი სადღაც სექტემბერში, ნუ შემოდგომაზე, ისევ დავნერგოთ ეს ფესტივალი. მევენახეები, მეღვინეები, გლეხები,
რომლებმაც აი თავიანთი პროდუქცია გამოიტანეს ახლა გასაყიდად, სად წაიღოს დაუშვათ, თუნდაც ის თავისი მცირე ჭირნახული რაც მოიყვანა. სოფელ ნუკრიანში უამრავი რამ გავაკეთეთ. ევროპული ფონდის, ჰორიზონტის წყალობით ძალიან ვეხმარებოდით სოფელს.